მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და სტუმრად გვყავს მოწვეული თეოლოგი გიორგი კვასალია. გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი წინა გადაცემა მიეძღვნა დავით მეფის მეფობის ბოლო პერიოდს, მისი ანდერძის შესახებ ვისაუბრეთ და სოლომონ მეფე იწყებს თავისი მეფობის ეპოქას. დავით მეფის ანდერძში ძალიან საგულისხმო დეტალები იყო ის ანდერძში თავისი ხედავთავრის შესახებ ეუბნება მის შვილს როგორ უნდა მოიქცეს, მისი ძმის შესახებ ეუბნება როგორ უნდა მოიქცეს, რომელიც იყო ჩართული ბოლო აი ამ შეთქმულებაში. ეუბნება ასევე იმ ადამიანის შესახებ, რომელიც წევლიდა თუ გვახსოვს ჩვენ დავით მეფის ტოლვილობის დროს, როდესაც აჯანყება იყო აბესალომისა, მაშინ მას ბენიამინის ტომელი წევლიდა, შიმყი, სემეკი, სხვადასხვა სახელით არის მოხსენებული სხვადასხვა რედაქციაში და მას დავით მეფემ აპატია იმ განზრახვით, იმ აზრით, რომ მისი ხელიდან არ მიიღებდა სიკვდილს. გიორგი, რას ნიშნავდა დავით მეფის ანდერძი? ეს კიდევ ერთხელ გავმარტოთ ამ გადაცემაში, წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. რას ნიშნავდა ამ ადამიანებს აპატია, თუმცა ანდერძში სოლომონს უბარებს, რომ მათ შეღავათი არ გაუწიოს. საინტერესო კითხვაა და ეს მართლაც მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინაიდან დავით მეფის პიროვნებას ერთგვარი ჩრდილი ადგება, თუ კი ამ ანდერძს არ გავაშინა არსებდა. ანდერძის გაშინა-არსება სწორედ სოლომონის მიერ მისი აღსრულების ფონზე უნდა მოხდეს. რა დაიბარა დავითმა, თითქოს და რჩება ისეთი განცდა, რომ დავითმა რაღაცა რაც ვერ მოახერხა, ახლა შენ გააკეთე, სოლომონს უტოვებს და სამაგიეროს უხდის თითქოს და აქეთ იუაბს და იქით იმას რა ქვია, სემეგერასეს, ბენიამინელ სემეის. სინამდვილეში ჩვენ თუ გადავხედავთ დავითის ანდერძს და გადავხედავთ ანდერძის შესრულების დინამიკას, აშკარად მივალთ დასკვნამდე, რომ დავითი სოლომონს არ ეუბნება, რომ მე რო ვერ მივაგე სამაგიერო, შენ მიაგე სამაგიერო. პირიქით, დავითი ეუბნება სოლომონს, რომ აი ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით, იყავი ყურადღებით, აღარ აპატიო. მე ვაპატიე. შენ არ გაქვს პატიების უფლება. ანუ თუ კი იუაბის გზას გააგრძელებს და სემეიგერასზე თავის მრუდეციალს გააგრძელებს, სოლომონს ანდერძის მიხედვით ეკრძალება პატიება. სოლომონს არ ევალება ხა მე რო დამასაფლავებ, ესენი მომაყოლე უკან ამას არ ეუბნება დავითი, არა. შენ გეკრძალებ, ანუ საკმარისად მე ვაპატიე უკვე. აქ საინტერესო რამეს ამბობს, რომ იოაბთან დაკავშირებით, რომ იოაბ სისხლი მართებს. და რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. აქ მინიშნება არის იმაზე, რომ იოაბს ისედაც დამძიმებული აქვს, იმიტომ რომ მან მოკლა საულის მხედართავარი, აბესალომის მხედართავარი, ისე რომ დავითს არ შეუთანხმა ეს. კი, ასე. და თვითონ იმ მშვიდობის დარღვევა. კი, მშვიდობიანი პერიოდის დროს სისხლის დაღვრა. აი ეს არის იოაბის სიმძიმე, სულიერი სიმძიმე. აი ჩვენ გავიხსენოთ მამანდრია, როდესაც იოაბი კლავს აბენერს, ხმამაღლა დაიტირებს დავითი აბენერს, პროცესიას თავად გაუძღვება. მარხვას დააწესებს, ანუ მარხვას დააწესებს როგორ იმარხულებს თვითონ საულის შესწავლას კი არ იმეორებს, იმარხულებს და წმინდა წერილში წერია ხაზგას რომ დაინახაო მეფემ როგორ დაიტირა აბენერი, გული მოუბრუნდაო მეფისაკენ, ვინაიდან აბენერის კვლელობა მაშინ ისრაელის გაერთიანების ჩაშლა იყო მთლიანად ამ პროცესის
რაღაცა უპრეცედენტო ხელის შეშლა იყო და ნუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ისრაელი ამ დროს და დავითის სამეფო ტახტის გამტკიცების ამაზე და როდესაც დავითის გულწრფელობა ნახა ისრაელმა უკვე მიხვდა რომ ეს იოაბის მერკანტილური სურვილებიდან გამომდინარე ნაბიჯი იყო და დავითის სახლი იქ არაფერ შუაში იყო საქმეც ეს არის იქ დაიწყევლა დავითმა დაწყევლა იოაბის მამის სახლი რომ კოჭლი და სისხლდინარე ნუ განმეორებოდესო შენს ოჯახსო და ღმერთო სამაგიერო მოგაგოსო ანუ შენზე და მამაშენის სახლზე იყოს ის სისხლი და არა ჩემზე და მამაჩემის სახლზე ამ სისხლზე აქვს საუბარი ამ სისხლზე აქვს საუბარი და მეორე მხრივ ის რაც გააკეთა სემე გერაზემ რა გააკეთა მან პირველივე შემთხვევა როგორც კი დავითის ტახტი ოდნავ ასე ვთქვათ შებარბაცდა და დაიწყო აჯანყება აბესალომმა პირველი ვინც ასე ვთქვათ აი ამ პროცესის ყველაზე ცუდი გამოხატულებად გამოაცხადა თავი ეს იყო ბენიამინის ტომი და ბენიამინის ტომში ეს დიდგვაროვანი სემეი გერასძე რომელმაც მთლიანად პირდაპირ აჩვენა და მიუხედავად იმისა დავითი როდესაც ბრუნდება აჯანყების აბესალომის აჯანყების ჩახშობის შემდგომ და გადმოდის ტრანსიორდანიიდან დასავლეთით იორდანის დასავლეთით მას სემეი გერასძე ბენიამინელებთან ერთად და იოსების სახლთან ერთად ხდება და ქეცუხრის და ბუდის უხდის პატიება და დავითმა მიიღო ეს პატიება დავითს არ არის საუბარი აქ რომ დავითმა მას ასე ვთქვათ რაღაცა დროით აპატია და მე მაინც გულში ედო სემეის წინააღმდეგ ნაცვალგება არა მაგრამ სემეისგან ისეთი ნაბიჯი იხილა და ისეთი საშიშროება დებს იმ გავლენებში რა გავლენებიც ბენიამინის ტომში ამ კაცს აქვს რომ სოლომონის დროს ეს გავლენები და ეს საშიშროება არ არის არ არის მომსპარი და არ არის მოშლილი ამიტომაც ორივე ამ პიროვნებასთან დაკავშირებით დავითი დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნება რაც საპატიებელი იყო მათ ეპატიათ რაც შესაძლებელი იყო შეენდოთ რაც დასაშვები იყო დაშვებულიო უკვე ნებისმიერი მათი მხრიდან ძველი დამოკიდებულების გამოხატულება იქნება ერთადერთი რამის მანიშნებელი რომ ისინი ახლა შენ იგივეს გიპირებენ რასაც შემთხვევას აკეთებდნენ და მათ აღარა აი ამას ნიშნავს ეს რომ შავეჩი წაიყვანე იმით გამწანებული ჩაიყვანე ამას ნიშნავს ეს და არა იმას რომ მე რომ მოკვდები უკან მომაყოლე ესენი სულ სოლომონის მეფობის შესახებ ჩვენ შემდგომ ცალკე უნდა ვილაპარაკოთ სოლომონის მეფობას ასე თეორიის სიტყვით ვერ დავახასიათებთ ეს გამორიცხულია რაღაც ამბები უნდა მოუყვეთ და მე ეს ამბები უნდა შევაერთოთ თუმცა მისი მეფობის დასაწყისი ასევე იქცევს ჩვენ ყურადღებას და ასევე უჭირდება მისი მეფობის დასახასიათებლად როდესაც სოლომონის მეფობის თავშივე წმინდა წერილი გვეუბნება რომ სოლომონი დაკავებულია სწორედ მამის ანდერძის შესრულებით მამამისის ანდერში გავიცნოთ მარტო ეს იოაბი და ბარზელაი და ის არ არის რა ქვია სემეი გერაზზე აქ ტაძარიც აქ ხალხის ერთგულებაც არის აქ მართლაც ბევრი რამეა ყველაფერს ერთად იწყებს სოლომონი ანუ დავითის ანდერძის მთლიან შესრულებას იწყებს უბრალოდ წმინდა წერილი ჩვენი უძლურების გამო მას დანაწევრებულად გადმოგცემს თორე სინამდვილეში ეს ერთ მის მოქმედებად ერთ მის ასე ვთქვათ სამეფო განგებად არის წარმოსადგენი დავიწყოთ თავიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ ეტაპზე ეს არის ადონია რომელიც მიდის სოლომონის დედასთან ბერსაბესთან და ეუბნება ასეთ რამეს რომ ხომ იციო რომ მეფობა ჩემი იყო და მთელი ისრაელი მე მიყურებდა საიდან მოაქვს ახლა ამ კაცს რაღაცნაირად ან ილუზიაშია ან და რაღაცის დათმობა არ უნდა და რაღაცა დიდების მოყვარება ვერ ეგუება რაღაცას ახლა როგორია მამანდრია ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ ხო გავიხსენოთ დავითი რომ საულთან ერთად მოდის ფილისტიმელებთან ბრძოლისას და ხალხი დავითს უფრო ეგებება ვიდრე საულს და საულმა ეს ვერ დაეტია ხო როგორია ადონიას ვინ ვიღაცა ის კი არა იოაბი არ წუდებდა რომ შენ მეფე ხო და მეფე ხარ და პრაქტიკულად ზუსტად ერთი ნაბიჯი დააკლდა მეფე ზუსტად ერთი ნაბიჯი დააკლდა აი ზუსტად და
უცებ აღმოჩნდა რომ მეფეც არაა და ჩუმად უნდა იჯდეს თავის და თორე შესაძლებელია სიკვდილთან კონდეს კავშირი პირდაპირ და ვერ იტევს ამას ანუ ამას არ უყურებს როგორც რეალობას ამას არ აღიქვავს როგორც თავისი მცდარი არამართებული ნაბიჯების შედეგს ეს არის შანსი აქვს ხო ეს შემთხვევით მოხდა ეს ხო რაღაცა ხო როგორ დავითი აღარ არის ეხლა და რაღაცა უნდა რომ გაუვიდეს ხო ზაკრობას გეგმავს ისევ იოაბთან ერთად. ისევ იოაბთან ერთად და მამანდრია რაც თავარია თქვენ ძალიან კარგ გაბრძანეთ წინა გადაცემაში და ის მინდა ახლა გავიმეორო რომ ადონია ამ შემთხვევაშიც არ უყურდება რომ დავითმა კი არ გააკეთა. ღმერთის გაკეთებულია ეს. უბრალოდ ღმერთი დავითით, ნათანით, ბანიათი, სადოკით მოქმედებს. თორე ამის უკან სხვა რამე დგას. ეს ხანდახან ადამიანის პრობლემას ხედავს ადამიანს და არ ხედავს იმას ვისით შეიძლება ეს ყველაფერი კეთდებოდეს და აი ამ ახლო მხედველობით, აი ამ ანალიზის უნარობით შემოიფარგლება ხოლმე და შეცდომებს უშვებს ამიტომ. და ადონია კლასიკური მაგალითია ასეთი იმის რომ ადონია ხედავს რომ ახლა თან ბერსაბეს როგორ აჩანს იცით არ არის მაინც და მაინც ისე წინდახედული დაკვირვებული ქალი მარტივად წამოეკო ადონიას იმ შეთავაზებას რომელშიც სოლომონმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამე დაინახა ადონია მიდის და ბერსაბეს ეუბნება რომ მიუხედავად იმისა რომ მან ტახტი დაუთმო თავის ძმას და სინამდვილეში გადაუთმო და ათმობინეს მაგრამ გამოვიდა ასე რომ მან ტახტი დაუთმო თავის ძმას ახლა იქნება ის რაღაცა ვითომ ნუგეში ჭირდება მას და ამის აქსომანიტელი ის ახალგაზრდა ლამაზი გოგონა რომელიც დავით მეფეს უვლიდა და პატრონობდა მაგრამ დავითის საკუთრებას დავითის ასე ვთქვათ ცოლების რიგში იყო ის ჩართული აი ის მიათხოვონ ადონიას ბერსაბე შეპირდება რომ სოლომონის წინაშე იშუამდგომლებს იმისათვის რომ სოლომონმა ნება დართოს ადონიას და ბერსაბეს და აბისაქსომანიტელის ქორწინებას და როდესაც შედის სოლომონის დედა სასახლეში და სოლომონი ტახტზე დაბრძანებული ის წამოდგება დედა შეეგებება და დედოფალს მარჯვენით დასვავენ სოლომონის მარჯვენით დასვავენ ეს კარგად მეუთითებს ბიბლიური არქეოლოგიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მითითება ძალიან დიდ პატივს მიაგებდნენ დედოფალს ისრაელში და თავისი განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა ჩვენ მართლა ცოტა მოგვიანებით უკვე აქაც მაგრამ მოგვიანებით განსაკუთრებით წმინდა წერილი ხაზს გაუსვავს რომ კი ეს მემკვიდრეა მეფისა მაგრამ რომელიც სულის განყავდა დედა ვინ იყო მისი მემკვიდრის დედა ვინ იყო ეს ხაზგასასმელია აუცილებლად და ამით თითქოს ამ პიროვნებას ახალ მეფეს მემკვიდრეს ახასიათებს და ყოველთვის პატიმდებული იყო დედოფალი ისრაელში. ბერსაბე სოლომონს ადონიას ათხოვარს გადასცემს და სოლომონი შემოუტრიალდება ბერსაბეს და ეუბნება ბარეგან მეფობა გეთხოვაო ადონიასთვის და იოაბისათვისაც. ჩვენ მოდი გავიხსენოთ ის ასეც ვლაპარაკობდით ცოტა ხნით ადრე. ადონია, მაბადეთ, ის რა ქვია, აღმოსავლური წესრიგების თანახმად მეფის არამხანის წევრის ხელყოფა ეს იყო განაცხადი იმისა, რომ შენ ხელყოფ მთელ მის საკუთრებას, ანუ მის სამეფოს. და ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა სამეფო არამხანა და ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა ნებისმიერი მცდელობა, ირიბი მცდელობაც კი ამ არამხანასთან უკანონო ურთიერთობისა. ნებისმიერი ეს იყო მკაცრად ასე ქვია აკრძალული და მკაცრად ისჯებოდა ამ წესის დამრღვევი. როდესაც აი გავიხსენოთ იმას ქვია აბენერის შევა საულის ხარჭასთან და საულის ეს უნიჭო შვილი აბენერს ეთქვის რომ რატო შეხვედიო მამაჩემის ხარჭასთან ანუ თითქოს და ამ ხარჭის დაუფლებით მამაჩემის სამეფოზე განაცხადა პრეტენზია და აბენერი მაშინ ეთქვის რომ იუდა ზაღლის თავი ხო არა ვარო შენთვის და მამაშენის სახელისთვის გამო დავითს გადავემტერე თქვენი გულისთვის და ახლა ამ ერთი ჯერკვალი ქალისათვის იმას ვიშვებიო ანუ იქ მეფიბოშეთმა ზუსტად იმას საქმე რა ქვია განსაზღვრა რომ ეს აქტი იყო საულის
ძალაუფლების მიტაცების საქმე. იგივე იყო, როდესაც აბესალომის აჯანყების დროს გააკეთა აბესალომმა იმის რჩევით, აქიტობელის რჩევით. მამამისის 10 ხარჭა გამოიყვანა, თან ყველას დასანახავად შევიდა, რაც იმის მანაშენებელი იყო, ყველამ გაავრცელა ხმა, რომ დავითის საკუთრება ახლა აბესალომის საკუთრებად არის გადასული. სუსტად იგივე სცენა თამაშდება აქ. მაგრამ ამას ვერ ხვდება ბერსაბე. სოლომონი კი მიხვდა გასაგებია და ეს სოლომონიზე მე ვისაუბრებ ჩვენ კიდე, მაგრამ თვითონ ბერსაბე ვერ ხვდება ამას. წესით უნდა ხვდებოდეს. წესით ბერსაბეს უნდა კონდეს გაანალიზებული და გააზრებული ის სიმძიმე, რაც შეიძლება ამის უკან იდგეს, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ეს აბისაკი ქალწულია. დავითს არაფერი ჰქონდა მასთან საერთო, ქალწულად მოიყვანეს და ქალწულად დარჩა. ანუ ის დავითის საკუთრებას კი წარმოადგენს რაღაცა აზრით, მაგრამ მეორეს ხლად ესეთი გამოკვეთილიც არ არის. ხო, აი ცოლის სტატუსი შეიძლება მას უმთაც არ კონდეს. ხო? და შესაძლებელია ადონია აკეთებს აქცენტს სწორედ იმაზე, არა ვიღაცა დავითის ცოლზე, არამედ ვიღაცა ისაზე, დავითის მომლელზე და შესაძლებელია აქ ბერსაბე მაინც და მაინც წინდახედულებას ვერ იჩენს. სამაგერო სოლომონი იჩენს წინდახედულებას. პარეგამო მეფობა გეთხოვო იმისთვისო, ადონიასთვისო. ძალიან მძიმედ მიიღო. ძალიან სოლომონი მიხვდა ჩანაფიქრს და იქვე გასცემს ბრძანებას. ადონიას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება. ადონია ამას შეეწირება. საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ როდესაც ბანია ხედავთავარი იმის რა ქვია სოლომონისა სასჯელის ასასრულებლად წავა და სასჯელს აღასრულებს. უკან მოbrunებული სოლომონთან ამბავს მოიტანს იმასთან დაკავშირებით, რომ იოაბი გაიქცა და საკურთხევლის ქებს მოეჭიდა. იოაბი რატო გაიქცა და ისი შეშიაქვს? ადონიამ მოითხოვა იმის რა ქვია აბისაკს ომანიტელი ცოლად იოაბი აქ რა შორშია. წმინდა წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ადონიას თავისით ეს არ გაუკეთებია. ადონია მიაგზავნა ვიღაცამ და გადაადგმევინა ის ნაბიჯი, რომლის წარმატების შემთხვევაშიც ის მერე სხვა რამეს გეკმავს კიდე ადონიას ხელით. და ეს სხვა რამე არის აჯანყება და ეს უკანდგომი ადონიას უკანდგომი არის 11 არც ნაკლები ხედავთავარი დავითისა, იოაბი, რომელიც მორიგ ჯერზე კიდე ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას. მონდომებულია ნამეტანი. ხო, ნამეტანი მონდომებულია და სხვანაირად ვერ ახსნით ადონიას სიკვდილი რატო აშენებს ასე იოაბს. იოაბი მიხვდა, რომ სოლომონი მიუხვდა თელ იმ განზრახვას ადონიას უკან რა ჯაჭვიც მოქმედებდა, რა შემადგენლობას მოქმედებდა, სრულიად მიუხვდა ამას და იოაბი ჩაეჭიდა საკურთხევლის ქებს. მოახსენეს ეს სოლომონის ბრძანება იყო მარტივი და ცხადი. რომ იოაბი უნდა მოკვდეს და ასე ამბობს, რომ თუ მოკვდებიო, აქ მოკვდებიო და არ საკურთხეველთან ვერ ესვლიან. და სოლომონი გადახედავს ბანიას და რადგან გითხრათ აქ მომკალით, აქ მოკალი, იქ მოკალი, როგორც ამბობს, ისე გაუკეთებთ და აქ პრობლემა ის კი არა, რას აკეთებს იოაბი, აქ პრობლემა ის ამ ბერას გეუბნებით თქვენ. დავითმა მე დამიბარა ეს, რომ იოაბი საკურთხეველს ქეს ჩაეჭიდოს კი არა, იოაბი სულთლად რომ იმას სამსხობლოზე დაეცეს, მისი პატიება აღარ შეიძლება, უპატიებელია ის უკვე. და იოაბს მოკლავენ იქვე და თავის მამის სახში უდაბნოში ბეთლემში წაასვენებენ და იქ დაკრძალავენ. ძალიან საინტერესოა ის, რომ იოაბის მკვლელობით თითქოს და რაღაცა ეპოქა უნდა სრულდებოდეს იმ სივრცეში, სადაც იოაბი მსახურობდა. თითქოს და აზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ თვითონ, რომ თითქოს და ახლა იოაბისნაირი კიდე შეიძლება ისრაელის სარდლობაში იყოს ვინმე, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ სოლომონის მთავარსარდალი ბანია, რომელიც მის პირად დავალებებს ასრულებს, ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება
წინა ხედავ თავარს და ნამდვილად ღირსეული მთავარსარდალია ისრაელისა, რაც მისი მთელი ასე ვთქვათ სოლომონის მეფობის განმავლობაში დადასტურდება. სოლომონის მეფობის დასაწყისის შემდგომი ნაწილი არის წმინდა წერილში წარმოდგენილი ძალიან საინტერესო, როდესაც ის აბიათარ მღვდელმთავარს იბარებს თავისთან და მღვდლობისაგან განაყენებს. ვიცი რომ გიტვირ თავსო, კიდობანიო მამაც ჩემის წინაშე და ამიტომაც გპატიობო. რას პატიობს დედა? ჩანს აი ამ მოგზავნაში, როდესაც ადონია მოდის და საბისაკ სომანიტელს ხელს ითხოვს, იოაბს აბიათარი ჩართული ყავს, კი, აბიათარი ჩართული ყავს, ანუ ეს ის ძველი ქსელია, რომელიც მოქმედებდა, რომელიც მუშაობდა და რომელიც ძალიან კარგად იცის სოლომონმა. მღვდელმთავრობის შენარჩუნების თემა ინტერესებს. რამხელა წარმოიდგინეთ მანდრია ის სუფრა, რომელიც აიშალა, იმ სუფრას თავიდან შლის იოაბი. მაგრამ შლის არა იერუსალიმის კედლების მიერ, არამედ შლის სოლომონის ჭვირწინ. ძალიან რაღაცნაირად აი ვაბანგზე მიდის. ახლა ან გაუვა, ან და ნუ ასე ცხოვრებას სიმპლი ჯობი ახლა. ან ყველაფერი ან არაფერი, ხო და ჩართული ყავს აი როგორ არის, აი თუ დავაკვირდებით, ხო აი ერთ-ერთი უძლიერესი პიროვნება იყო დავითის მეფობისას. აი დავითმაც ვერაფერი ვერ უქნა. ნუ აი საოცარი გავლენები ჰქონდა. და უცებ მოიხედა და ხელში აღარაფერი აღარ აქვს. ანუ იოაბი, რომელიც აი ერთ-ერთი გავლენიანი, ერთ-ერთი პოპერაზე პიროვნება, ძალიან ისეთი დიდი ავტორიტეტის და ძალაუფლების მქონე პიროვნება იყო დავითის დროს. აი თითქოს ერთ წუთში გაიხედავს და ხელში აღარაფერი აღარ აქვს. აი რაღაცა აქვს შერჩენილი და ისიც ხელიდან ეცლება, ვერ იკავებს ამას. რატო? რა ნიჭიერება დააკლდა, ავტორიტეტი დააკლდა, ის რა ქვია გავლენები დააკლდა თუ რა მოხდა არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ იმ კურთხევის ქვეშ არ არის რა კურთხევასაც ღმერთი დავითის ბაკეტაგან აშღერებდა ისრაელის მიმართ. სხვაგან კრიბავს. და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია ბიბლიიდან, როდესაც ძალაუფლებას ეჭიდები და ეს ძალაუფლება ღვთისაგან არ არის, სხვისთვის არის განკუთვნილი, შენთან ის უბრალოდ ვერ დარჩება და შენ კი შეეწირები ამას. აი იოაბის ეს მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოწყობილი ქონოდა თავისი შეხედულებისავე კარიერა და არაფერი არ დარჩა ბოლოში. აბსოლუტურად არაფერი. და ისიც ვინც ამას მიემხრო, ზედ გადაყვა იმას. ანუ მარტო თავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია, ბოროტება აკეთა სხვებისთვისაც. აბიათარი მღვდელმთავარი, რომელიცაც სოლომონი დაიბარებს, განაყენებს მღვდლობისაგან და ეტყვის, რომ წავიდეს ანათოთში თავის ქალაქში, სამღვდელო ქალაქია, გვახსოვს აქედან არის ის, რომელიც საულმა თავის ოცე ამოწყვეტა. და პატიობს მას მხოლოდ იმისათვის, რომ თუმცა დავითის ანდერძში აბიათართან დაკავშირებით არც არაფერი არ არის თქვა. თავისავად ცხადი არ არის აბიათარი ის, ვინც იოაბისა და სემეიკერას ძის რიგში ის არ არის ამ რიგში ჩასაყენებელი, მაგრამ სოლომონი ხედავს, რომ აბიათარი დაზიანდა, ხო, ვერ გააკეთა მართებული არჩევანი. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, ძალიან საინტერესო დეტალი. მე ვერ ვიტყვი სოლომონი ამას ითვალისწინებს, ამის გამოაკეთებს. ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ წმინდა წერილი კი ამბობს რეზიუმირების სახით შემდეგ რამეს. ამით აღსრულდაო სამუელ წინასწარმეტყველის დროს უფლისაგან ნათქვამი ელი მღვდელმთავრის შვილებზე, რომ სამღვდელო გვარი გადავიდოდა სხვაგან და წაერთვებოდა მღვდელმთავრობა ელის და ელის შვილების, აი ამ ხაზს ჩვენ გვახსოვს, ხო? აარონს ყავდა 4 შვილი, ამ 4-დან 2 საფრთხესაჯელის შედეგად კვდება, 2 რჩება ცოცხალი, ელიაზარი და ითამარი და სამღვდელმთავრო ხაზი გრძელდება ელიაზარით ხაზით. აი ელის დროს იწყება და სოლომონის დროს სრულდება ელიაზარის გვარიდან ითამარის გვარში სამღვდელმთავრო ხაზის გადმოსვლა. აი დავითის დროს როგორ არის ეს აბიათარი და სადოკი ერთად არიან, ეს უწესრიგობაა. ეს უწესრიგობა ეს არ არის სწორი, ეს უწესრიგობა, მაგრამ დავითის დროს ეს ერთგვარი დაშვება, ვინაიდან
შვიდობას ჭირდებას, ამასაც მივაქციოთ ყურადღება, რაღაცა სხვა მდგომარეობაა და ეს სხვა მდგომარეობა ამის დაშვებას ითვალისწინებს და ეს იმას ანიშნავს, რომ სულ ასე უნდა იყოს, სულ ასე ვერ იქნება. დავითს რომ მეფობა დასლო და ასე ვთქვათ ღმერთს რომ დაეტოვა მისი მეფობა კიდე, თვითონ დავითი შესაძლებელია ამას სხვაგვარად, მაგრამ დავითის დროს ეს აზღვარდება. არ სურს ეს ასე ღმერთს. სოლომონმა უნდა მიუხედავად იმისა, გავიხსენოთ, რომ დავითმა მთელი რიგი რეფორმები გაატარა ღვთისმსახურებაში, რიგები დააწესა, გვარების მიხედვით, მსახურების მიხედვით, დღეების მიხედვით, მთელი ეს მსახურება მოაწყო და ერთ სისტემაში მოიყვანა. სისტემატიზირება მოახდინა ამისი, მაგრამ ამას ხელი ვერ მოკიდა. აქ ვერ მივიდა, აქამდე ვერ მივიდა. ამიტომაც რამდენი ხო 10 წლების წინ არის ნათქვამი. მაგრამ ის რაც ნათქვამი აღსრულებადია, დროს ელოდება თავის და მოვიდა დრო და აი დავითი ელი სამუელის დროს დაწყებული, აი ეს პროცესი სოლომონის დროს სრულდება. ელიაზარ მღვდელმთავრის ხაზიდან ითამარის სამღვდელმთავრო ხაზში, ითამარის გვარში გადმოდის სამღვდელმთავრო ხაზი. მესამე დეტალი, რომელიც ასევე ძალიან იქცევს ჩვენს ყურადღებას და მნიშვნელოვანია სოლომონის მეფობის დაწყების თვალსაზრისით, გახლავთ ის, რომ სოლომონი თავისთან დაიბარებს სემეი გერაზძეს, ბენიამინ დიდგვაროვანს და ეტყვის, რომ იერუსალიმში იყიდოს სახლი და აქ დამკვიდრდეს და იერუსალიმის კედლების დატოვება მას კატეგორიულად ეკრძალება. შევახსენებ მაყურებელს, რომ საუბარი არის ბენიამინის ტომის იმ წარმომადგენელზე, რომელიც დავით მეფეს წყვილი და აბესალომის აჯანყების დროს, რომელსაც დავითმა აპატია გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ ამაზე და ახლა სოლომონის წინაშე წარსდგა ეს ადამიანი. ხო, და სხვათა შორის განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ეს იყო იოაბი, ეს იყო ადონია, ეს იყო აბიათარი, რომ გარკვეულ მცდელობას მოყვა სოლომონისაგან რეაქცია, სემეი გერაზძეს მსგავსი არაფერი არ არის, სემეი გერაზძეს სოლომონი პირადად იბარებს და დავითის ანდერძის შესაბამისად მოქმედებს და ეტყვის, რომ იერუსალიმში, ანუ თავის ადგილ-მამული ბენიამინში უნდა დაანებოს ცხოვრებას თავი, გადმოვიდეს იერუსალიმში, აქ დამკვიდრდეს და იყოს მეთვალყურეობის ხო, აი ეს არის მამანდრი, აი ეს რომ შიდა არ გავიდეს ქალაქით. ხო, ქალაქის კედლები არ უნდა დატოვოს, როგორც კი ქალაქის კედლებს დატოვოს, სიცოცხლესაც დატოვებს. და სემეი ხვდება რომ ეს უდიდესი წყალობავის ცხოვრებაში ამაზე დიდ საჩუქრს ეცელოდებოდა და თანახმაა და იმას იზავს, რა ქვია, სოლომონს ეტყვის, რომ ასე იყოს, როგორც ბრძანებოდა იერუსალიმში გადმოვა საცხოვრებლად. ანუ სემეი გერაზზე თავის იერუსალიმურ ცხოვრებას ძალიან საინტერესოდ აგრძელებს. 3 წლის მერე 2 მონა გაეპარება მას ფილისტიმელთა მხარეში. და ის ამ 2 მონის საძებნელად ტოვებს იერუსალიმს, ჩადის ფილისტიმელთა მხარეში, გერაში, მონახავს ამ 2 თავის მსახურს, მოკიდებს ხელს, წამოიყვანს უკან და შემოვა დაბრუნდება იერუსალიმში. მალევე დაიბარებს სოლომონი და ეტყვის, მე ხო გითხარიო, შენ რომ არ დატოვო იერუსალიმის კედლები და ხო დამხდახდიო. კიო ეს ეტყვის და დატოვეო იერუსალიმს, კიო დავტოვეო, ხო და შენ თვითონვე გამოუტანე, შენ თავს განაჩენიო და სემეი გერაზზე იქვე დაემშვიდობება თავის სიცოცხლეს. მოდი გავარკვიოთ ერთი რა მოხდა აქ. რაღაცა აზრით თითქოს ჩანს, რომ სემეის წასვლა იერუსალიმიდან გულისხმობდა არა გაპარვას, მაგრამ ის უკან ბრუნდება და წასულია, იმიტომ რომ მონები გაიქცენ და უნდა მოაბრუნოს. გამისმის კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვა. რანაირად მოახერხა სემეიმ ფილისტიმელთა მხარეში გაპარული მსახურების პოვნა, თუ კი ისინი მიზანმიმართულად არ არიან წასულები და სემეიმ არ იცის სად და ვისთან უნდა ეძებოს ის. და ისინი მიდიან რატოღაც ფილისტიმელთა მხარეში და არ მიდიან სადმე სხვაგან, ან მოაბისკენ, ან ედომისკენ, მიდიან იმ მხარეში, საიდანაც აგრესიაა წამოსული დავითის მეფობის ბოლო წლებში. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სემეი კი არ გაეპარნენ, არამედ სემეიმ
გაუშვა ეს გააპარა ეს ორი მსახური როგორც მიზეზი საბაბი იმისა რომ თვითონ ჩავსულიყო ფილისტიმელთა მხარეში და რაღაცა სახის მოლაპარაკება გაემართა ფილისტიმელთა მეფესთან კვლავ რაღაცა ღალატი ჩაედო რათა პრობლემა შეექმნათ სოლომონისათვის ფილისტიმელთა მხრიდან ხოლო ბენიამინის მხრიდან შიდა არეულობას თავის თავზე იღებდა სემეი გერასზე ძალიან მარტივად ჩანს როგორ შეიძლება ახლა გაქცეული მსახურები სუსტად იქ მიხვიდა სადაც გაიქცნენ მონახო კიდევაც მოკიდო ხელი კიდევაც და დააბრუნო კიდევაც ხო ნუ რაღაცა მთელი ჯაჭვი მთელი ქსელი უნდა კონდეს აგებული რომ ამ კვალზე იარო და მიაგრონ და ასე შემდგომ ძალიან კარგად ჩანს რომ ეს არ იყო გაქცევა რომელსაც გაეკიდა სემეი და ეს არ იყო პრეცედენტი სადაც სემეის თავის საკუთრებაზე იურიდიულ უფლებებს განაცხადებდა ეს იყო მზაკვრული ჩანაფიქრი კარგად დადგმული კარგად ორგანიზებული რომელიც სოლომონის თვალის ასახვევად უნდა წარმოდგენილიყო. თუმცა მეფის ბრძანებაა და ესაც სრულიად საკმარისი საბაბი იქნებოდა მის დასასჯელად. ისმის კითხვა რატო არ აყენებს სოლომონს სემეი გერასზე საქმის ყურში, რატო არ იღებს მისგან ნებართვას, ან და რატო არ სწრობს მას რომ თვითონ სოლომონმა დაადევნოს თავისი საპოლიციო ძალები. ანუ თვითონ მოქმედებს, დამოუკიდებლად მოქმედებს. ვერანაირად ვერ ვიფიქრებთ, რომ სემეი ფიქრობს, რომ ახლა სოლომონი დავითივით აპატიებს მას, ზუსტად იცის, რომ არ აპატიებს და ამისი მაგალითი იოაბის სახით უკვე ყავს მას. არა, სემეი გერასზე არის აი მინდა ახლა მე ძალიან თამამად გამომივიდეს, მაგრამ აი ნათქვამია, ხო, აი დავითის და ლიპარიტის ურთიერთობაში, ხო, როგორი ის ქონდა დავითს რაღაცა შეურიგებელი და შური მუდმივი. კი, ხო, რაღაცა ისეთი და ნათქვამია, ხო, ისტორიკოსი ამბობს, რომ ვერ გაივლისო მართებულათო, ვერ იმას იზავსო, ხო, არ გამოვაო ესე და მისი ბუნებით ის არის, რომ აი ესე მრუდედ უნდა იაროს და ესეთი საქმეები აკეთოს და მიიღებს იმ სასჯელს, რასაც მიიღებს. ასე აკეთებს, სოლომონის ასე უყურებს. სოლომონმაც ასე მოისმინა დავითის ანდერძი. ის შემთხვევა, როდესაც მამის სიტყვები უნდა გაახსენდეს, რომ ეს გამწარებული უნდა ჩავიდეს შავეთში. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ სემეი გერასზე ამზადებდა რაღაცა ისეთ ზაკორობას სახელმწიფო შიგნით, რაც ისრაელს და იერუსალიმს დიდ ვნებას მოუტანდა. თუმცა სოლომონი მამის ანდერძს სემეისთან დაკავშირებითაც აღასრულებს და იმასაც, ასე ვთქვათ, თავს წააგდებინებს და იმასაც სიკვდილით დასჯის. ამით აი ამ სამი მონაკვეთით ადონიასთან დაკავშირებით, იოაბთან დაკავშირებით, მე აბიათარს ახლა ამ შემთხვევაში ჩავსვავ და სემეი გერასთან დაკავშირებით, აი ეს სამი მაგალითი, რომელიც წარმოდგენილია სოლომონის მეფობის დასაწყისშივე, წმინდა წერილის ამ წიგნის ავტორი ჩვენ გვეუბნება, რომ დავითი კი აღარ არის ტახტზე, მაგრამ დავითობა გრძელდება ისრაელში, დავითობა გრძელდება იერუსალიმში, რომლის ლოგიკური შემდეგი ბმა უნდა იყოს დავითის ანდერძის ცენტრალური იმის საქვია ნაწილის აღსრულება ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სოლომონი უნდა შეუდგეს, მაგრამ წმინდა წერილი ჩვენ ტაძრის შენების წინ იმდენად მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება, იმდენად მნიშვნელოვან თემაზე გველაპარაკება, რომელიც მხოლოდ ტაძრის შენების ასე ვთქვათ აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს. ხო, წინაპირობა, მაგრამ არა მარტო ტაძრის შენების წინაპირობა, არამედ გამსაზღვრელია მთელი იმ ურთიერთობისა, რასაც დავითი იწყებდა და სოლომონი აგრძელებდა თავისი მეფობის პირველ ნახევარში. გიორგი, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარია, თემაც ამოიწურა და ჩვენი გადაცემის დროც ამოიწურა, ამით მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს საკითხავი შეუძლია წაიკითხოს მეფეთა მესამე წიგნის მეორე თავში. ჩვენ ქრონოლოგიურად გავაგრძელებთ თხრობას, უკვე იწყება სოლომონ მეფობის პერიოდი, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა ეტაპი, აი ამ მეფობის სხვადასხვა ეტაპი განსახილველი. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.